რატომ არის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შინაგანი სიმშვიდე, შინაგანი ძალა და რატომ გვეშინია ადამიანებს ეგრეთ წოდებული დაკარგულობა? დაკარგულობის პროცესი რეალურად არის ღრმა ტრანსფორმაცია თქვენ შინაგან სამყაროში და განცდა იმისა, რომ არ იცით რა ხართ, არ იცით რა აკეთოთ, როგორ უნდა იცხოვროთ, რა გინდათ, ვინ ხართ, არის დროებითი, არის რა თქმა უნდა უსიამოვნო პროცესი, მაგრამ არ უნდა შეგაშინოთ პირიქით ეს არის პროცესი, როცა თქვენ უნდა შეძლოთ და საკუთარ შიშებს გავუსწოროთ თვალი, საკუთარ ტკივილებს გავუსწოროთ თვალი, ბლოკებს საკუთარ წარსულს ჩაეხსნათ. არის ღრმა პროცესი, არის მტკივნეული, რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. აი სწორედ ამ დაბნეულობის, ასე ვთქვათ, დამუშავების და ამ პროცესის გავლის შემდეგ დგება სწორედ ეს შინაგანი სიმშვიდის ფაზა, შინაგანი ძალის პოვნა. და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? ეს არ არის მართლა რაღაც აბსტრაქცია, ან არ არის ლამაზი სიტყვები, ეს არის მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არის მთავარი რესურსი ადამიანში, რომ საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეძლოს. მიუხვდეთ მართლა რა გვინდა, როგორ გვინდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ და სანამ ეს შინაგანი სიმშვიდე არ იქნება დაჭერილი, მანამ უბრალოდ ამის გაცნობიერება ვერ ხდება, იმიტომ რომ ძალიან ხმამაღალია ჩვენში გარე სამყაროს ხმაური, ძალიან მაღალია გავლენა, ასე ვთქვათ, გარე სამყაროსი, რა თქმა უნდა არის ტკივილიც და ეს არ ნიშნავს, რომ აი ამ შინაგანი ძალის და შინაგანი სიმშვიდის შემდეგ, ვთქვათ, არ იქნება ჩართულობა, არ იქნება ნეგატივი გარე სამყაროსგან, არ იქნება ტკივილი, იქნება ეს ყველაფერი, უბრალოდ ჩვენ ვსწავლობთ ამ ყველაფერთან სწორად ურთიერთობას, უბრალოდ ჩვენ პირველ რიგში ვსწავლობთ საკუთარ ტკივილთან ურთიერთობას, გამკლავებას და ვერანაირი გარე პროცესები ვერც მათ შორის ჩვენი ტკივილიც ვეღარ მოგმართავს. ვიცით როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიცით როგორ უნდა ვიურთიერთოთ ამ ყველაფერთან, ვიცით რა დოზის ურთიერთობები გვჭირდება, როგორი ჩართულობა საზოგადოებაში, როგორი პარტნიორი, როგორი სამსახური, როგორი ფინანსები, როგორი ცხოვრება გვინდა რეალურად და ყველაფერი ეს უკვე ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ლაგდება, მაგრამ პირველ რიგში უნდა იპოვოთ მართლა ეს შინაგანი ძალა, გაიაროთ ეს პროცესი და როცა ამ შინაგან სიმშვიდეს დაიჭერთ, უკვე ვეღარ დათმობთ ამას და თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არის ბედნიერება. შინაგანი სიმშვიდის განცდა, შინაგანი სტაბილურობა, საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი საყრდენი ღერძის პოვნა და ის რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის მართვა და ის რომ თქვენ ყავთ საკუთარი თავი.